საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ კვირის ტყუილს, რომელიც დღეს მიმყავს მე, თეონა გეგელიას. კვირის ტყუილი არის ღარბის პროექტი, რომელშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ, ვინ და როგორ გვატყუებს. გასული კვირა დაიწყო იმით, რომ ოცნების ხელისუფლებამ ისევ შეცვალა გადაწყვეტილება და განათლების რეფორმის ფარგლებში გამოცხადებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმა გაუქმებულად გამოაცხადა. ამ უნივერსიტეტების ლექტორებმა და სტუდენტებმა ეს ამბავი გამარჯვებად აღიქვეს და ინფორმაციას შეხვდნენ ოვაციებით იმის მიუხედავად, რომ გაუქმების გადაწყვეტილებასთან ერთად ითქვა, რომ მთავრობა იტოვებს უფლებას განკარგოს უნივერსიტეტების ქონება და გაყიდის იმ შენობებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის. ეს საგულისხმო დათქმა ზეიმის ეიფორიაში ჩაიკარგა. ხოლო რამდენიმე დღეში ილიას უნივერსიტეტის ფაქტობრივი გაუქმება კოლეგებმა თსუ-დან და სტუდან საერთოდ აღარ შეიმჩნიეს. ამ განათლების რეფორმის გამოცხადებისთანავე ოცნების ოპონენტებს მალევე გაუჩნდათ ეჭვი, რომ განათლების სისტემის სასიკეთოდ გარდაქმნა არ იყო ხელისუფლების მიზანი და მას პირველი ამოძრავებდა ფინანსური ინტერესი ქალაქის ცენტრში შენობების სარფიანი რეალიზება და მეორე ურჩი ლექტორების ან ლექტორთა ჯგუფების ან სულაც მთელი ისეთი უნივერსიტეტის გაუქმება, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკურად ვერ აკონტროლებს. ორივე ამ მიზნისკენ ოცნება რეფორმის გამოცხადების დღიდან ძალიან დამაჯერებლად მიდის. ამიტომ მოსაზრება, რომ არანაირ აკადემიურ პროტესტს არ გაუმარჯვია და ეს იყო ივანიშვილის პარტიის ცრუ მანევრები მიზნის მისაღწევად, შეთქმულების თეორია არ არის და ფაქტობრივად დასტურდება, მით უფრო თუ გავიხსენებთ, როგორ მოქმედებდა ოცნება ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გახმოვანების დღიდან მის საბოლოო რეალიზებამდე და როგორ მართავდა ამ პროცესში საზოგადოების ემოციებს და გრძნობებს. მნიშვნელოვანი შენიშვნაა, რომ ეს ტაქტიკა მოქმედებს მაშინ, როდესაც საკითხით უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარეა დაინტერესებული და არა ქვედარგოლის, მათ შორის მისი დანიშნული პრემიერების ინიციატივების რეალიზებისას. ეხლა როგორ მუშაობს ეს ტაქტიკა? მაგალითად, მე გამოვალ და საჯაროდ გამოვაცხადებ რაღაც გადაწყვეტილებას. ცხადია, რაღაც რთულ, მაგრამ კეთილ მიზანს, რომელიც ვიცი, რომ ემოციურად ძალიან დამუხტავს საზოგადოებას. თუ კი რეაქციის სახით მივიღებ პროტესტს, არ არის პრობლემა, ტემპერატურის მაქსიმალურად ასაწევად მკაცრიც ვიქნები და ვიტყვი, რომ პროტესტი არ მაინტერესებს და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ხოლო როდესაც უკმაყოფილება პიკს მიაღწევს, ხალხთან კომპრომისზე წასვლის საფარქვეშ, სულაც გავაუქმებ ამ ჩემს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემთვის დასაწყისიდანვე არ იყო არსებითი. ამით პროტესტანტებს გამარჯვების განცდასაც შევუქმნი, ხალხი კმაყოფილი დარჩება და გავაგრძელებ ჩემი რეალური მიზნის განხორციელებას ჩამცხრალი ემოციების და შემცირებული რისკების ფონზე. და როდესაც საზოგადოება აღმოაჩენს, რომ მოტყუებულია, მას ან ძალა არ ექნება, რომ წინააღმდეგობა გაწიოს, ან ეს ძალა იმდენად სუსტი იქნება, რომ ხელისუფლებას პრობლემებს ვერ შეუქმნის. ეს ოცნების მმართველობის კარგად აპრობირებული და მრავალგზის გამოცდილი ტაქტიკა, რომელშიც პოლიტიკოსის მხრიდან პირობის დარღვევა და სიტყვის გატეხა არის არა იძულებითი ნაბიჯი, რომელიც რაღაც ახალ შექმნილმა გარემოებებმა განსაზღვრა და პოლიტიკოსებს ასეთ დროს კომპრომისებისთვის ხშირად უწევთ უკან დახევად, არამედ ნორმა და წესი. თუ კი ივანიშვილის მმართველობას თვალს გადავავლებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ტყუილი ეს არის ოცნების საპატიო თავმჯდომარისთვის პოლიტიკაში ოპერირების და ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტი. მოდით გავიხსენოთ ყველაზე კაშკაშა მაგალითები. პირველი და დღეს უკვე დადასტურებული მთავარი ტყუილი და როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ბირთვული ტყუილი არის ის, რომ ოცნების საპატიო თავმჯდომარე 2012 წლის შემდეგ სამჯერ წავიდა პოლიტიკიდან და მხოლოდ განსაკუთრებულმა გარემოებებმა და საზოგადოებაზე ზრუნვამ აიძულა დაბრუნება. ნახოთ, რას ამბობდა ის ყოველი წასვლის წინ და დაბრუნების შემდეგ. პირველი წასვლა იყო 2013 წელს, ნოემბერში. მან განაცხადა, რომ მისი მისია შესრულებულია და ის გადადის სამოქალაქო სექტორში. მეორედ მოსვლამდე ამბობდა, რომ მის პოლიტიკაში დაბრუნებას ბიბლიურ მეორედ მოსვლასაც კი შეადარებდა. ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი და თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთთან უკნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას, რომ რაღაც უბედურება დადეალდა საქართველოში ერთ-ერთმა ექსპერტმა ესეც ბრძანა, რომ მას არ უყვარს პოლიტიკაში ყოფნა და იმედონ წავიდაო.
მე საერთოდ არ მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ რომ დაჭირდა ქვეყანას მოვედი და მოვედი ყველაზე თულ დროს. ის მეორედ მოვიდა 2018 წლის მაისში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა, რასაც გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებით და კრიზისით ახსნის. 2021 წლის იანვარში მან გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც ამბობდა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდიოდა და პოლიტიკურ კულისებსაც კი ტოვებდა. თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ 2023 წლის 30 დეკემბერს ივანიშვილი მესამედ დაბრუნდა. ოღონდ ყოველგვარი შესავლების გარეშე პარტიის ყრილობაზე მოულოდნელად გამოჩნდა და დაიკავა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის პოსტი. ეხლა როგორ მოქმედებდა ივანიშვილის ხელისუფლება კრიზისების პერიოდში? ერთ-ერთი პირველი კრიზისი მის მთავრობას შეექმნა 2017 წელს. 2017 წლის 1 დეკემბერს 51 სკოლის მოზარდების მკვლელობის შემდეგ, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები აგორდა, პროტესტანტები და ერთ-ერთი მოზარდის დათო სარალიძის მამა არ ენდობოდნენ გამოძიებას. ამ კრიზისის დროს თანამდებობიდან გადადგა გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. პროტესტანტებმა ეს საკუთარ გამარჯვებად ჩათვალეს. სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ ოცნებამ ირაკლი შოთაძე დააბრუნა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და საბოლოოდ ის გადადგება მხოლოდ 2024 წელს. რეპუტაციულად დაზიანებული თანამდებობის პირების გადაყენება და შემდეგ უკანმობრუნება და ამის სისტემატურად გაკეთება, ესეც ივანიშვილის ხელისუფლების ნოუ-ჰაუა. ირაკლი ღარიბაშვილი ამის თვალსაჩინო მაგალითია. გადაყენებული და უკანმობრუნებულია ირაკლი კობახიძეც. როდესაც გავრილოვის საქმის გამო კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა ისეთი დაგვიანებით, რომ ეტყობოდა ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო, არ აპირებდა ამას და აიძულეს, შორს არ წასულა და აკერ უკვე მეორე წელია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა. იმავე დღეებში ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირება იყო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და შემდეგ ამ დაპირების უკან წაღება. კერძოდ 20 ივნისის კრიზისს რომ კობახიძის გადაყენებამ ვერ უშველა, ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 24 ივნისს საზოგადოებას დაპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სრულად პროპორციული სისტემით ჩაატარებდა, ნულოვანი ბარიერით. დაპირება პირადად ივანიშვილმა გასცა. პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატარდეს პროპორციული სისტემით. ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. როდესაც პროტესტი ჩაცხრა, მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უკან წაიღო დაპირება იმიზეზით, რომ ვერ გაუმკლავდა გუნდში აჯანყებულებს დეპუტატ დაჩი ბერაიას ხელმძღვანელობით, რომლებმაც ამ საკითხზე კენჭისყრა ჩააგდეს. სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ქართულ ოცნებას 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ეწერა, მაგრამ ეს მცდელობა იმ პერიოდის პარლამენტში ჩააგდო ნაციონალურმა მოძრაობამ. საქართველოს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადავიდა, მაგრამ არა 0%-იანი ბარიერით, არამედ 5%-იანით. 2023 წლის მარტში ქართულმა ოცნებამ წარადგინა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი. მასობრივი გამოსვლების და პროტესტის შემდეგ ოცნებამ ეს კანონი უკან გაიწვია. აი, რას ამბობდა კანონის გაწვევისას ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება კონკრეტულად კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ეს ჩვენი დღის რიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმე სხვა სენდომება, მაგალითად თვითონ NGO-ების პირობითად, ხო, ვინც აპროტესტებდა ამას, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიცირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი კაფეო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც კი ბატონო, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს საკითხი აღარ განიხილება ჩვენს მიერ. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამ მორჩევლისთვის, საზოგადოებისთვის, ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია არ გადაიხედება. კობახიძის პოზიციას ამყარებდა მამუკა მდინარაძე. საზოგადოება მსგავს საკითხებს ასე არ ატარებს. ვიცით ხომ, რამხელა პოლიტიკური რისკია. შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს ასეთი საკითხების გადათქმის დროს. ეხლა რას ლაპარაკობდნენ იგივე ფიგურები საკითხის გადათქმის დროს. კანონის ხელახლა ინიცირებისას
2023 წლის 29 ნოემბერს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხალხის შეცდომაში შეიყვანეს და კანონი იმიტომ გაიწვიეს, რომ ხელისუფლებამ ხალხს ანგარიში გაუწია. ესეც მდინარაძის კომენტარი. საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების მთავარი ლოზუნგი იყო ის, რომ ღირსებით უნდა გვევლო ევროპისკენ. არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ არანაირ ევროპაში ოცნებას არ ეჩქარება და შეაჩერა ევროინტეგრაცია, რის შემდეგაც პროტესტის სხვადასხვა მასშტაბით, აგერ უკვე წელიწადზე მეტია, რაც არ წყდება. აღარაფერს ვამბობთ თუ რას ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკისთვის მთავრობა, რომელსაც ვერ ენდობი და ფაქტობრივად გამოჩენილი გადამგდების რეპუტაცია აქვს, რომელსაც არ ენდობიან არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეები, არამედ მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. სხვა ტყუილებზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, როგორც მაგალითად წინასაარჩევნო დაპირებები, მარტო თბილისში მაგალითად იპოდრომის ადგილას რომ პარკი უნდა გქონოდა, ლაგუნავერე რომ გვაჩუქეს და დღეს რომ იქცათ ამჯენებს აშენებენ, ასეთ წყვილმანებზე აღარ მოგაცნეთ. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ფასი ტყუილს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა აქვს და ჩვენს არხზე არის ამის შესახებ ვიდეო, მას ქვია წესიერი და უწესო პოლიტიკოსები, სადაც გიამბობთ ევროპის და ამერიკის მაგალითებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პოლიტიკაში ტყუილის გამო ფასი ხდის ყველა და ყველგან. ოღონდ სხვაობა იმაშია, თუ ვის როდის და რა ფორმით უწევს ამ ფასის გადახდა. ეს სახელმწიფოსია დამოკიდებული. ცივილიზებულ სახელმწიფოებში ტყუილისთვის ფასს პოლიტიკოსები იხდიან არჩევნებში დამარცხებით. გადადგომით. ნაკლებ ცივილიზებულში დევნით ან სულაც პატიმრობით. კიდევ უფრო მძიმე ფასს იხდიან მმართველები სისტემატური ტყუილებისთვის, ნაკლებად ცივილიზებულ და ღარიბ ქვეყნებში, სადაც ბრაზი წყლობით გროვდება და სასამართლო არ არის. თქვენ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რომელი ტყუილები გახსენდებათ, ან იქნებ არც გახსენდებათ. მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი ზღარბი. ამით ძალიან დაგვეხმარებით. მე კი მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.